ქრონიკის ინფორმაციით ხაზარაძე ჯაფარიძის პარტნიორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში წაგებული არბიტრაჟის თანხა 6,594,858 დოლარი საქართველოს გადაუხადა. კანონმდებლობით მათ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. თემაზე კომენტარი გაკეთდა იუსტიციის სამინისტროში. მაკუნა აბულაძე გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში. $6 მილიონ მეტი უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში ასახულია ხაზარაძე ჯაფარიძის პარტნიორმა მორიგჯერ უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებული თანხა გადაიხადა, ისე რომ კვლავ არ გაასაჩივრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ თაღლითობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული პოლიტიკოსებისთვის ამ საარბიტრაჟო დავებს მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზანი ჰქონდა. თან მაშინ როცა როგორც ბექა ძამაშვილი ამბობს, ძალიან კარგად იცოდნენ ლელოს პარტიის ლიდერებმა, რომ ამ საქმეში სახელმწიფო სრულად გამართლებოდა, ვინაიდან პასუხისმგებლობა ანაკლის სპორტის აშენებაზე სწორედ მათ ეკისრებოდათ. კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, რა დაუჯდა სახელმწიფოს ის დავები, რომლებსაც პარალელურად პარიზსა და ვაშინგტონში აწარმოებდნენ ლელოს ლიდერები. 60 მილიონზე მეტი დახარჯა ქვეყანამ საადვოკატო თუ საექსპერტო მომსახურებაში და როგორც მოვისმინეთ ბექა ძამაშვილისგან, დღეს თითქოს ნიშნის მოგებით საუბრობენ ლელოს პარტიის წარმომადგენლები, რომ სახელმწიფოს ამ თანხის დახარჯვა მოუწია. არა და ეს არის თანხა, რომელიც ზარალის სახით მიზანმიმართულად მიაყენა პოლიტიკოსებმა ქვეყანას, თან ეს იმ ფონზე, რომ ორივე საარბიტრაჟო დავაში თაღლითობისთვის გასამართლებული ხაზარაძე ჯაფარიძე ისევ გამთხულდნენ. ისინი ეთანხმებიან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. ყისიერად აი ამ გადაწყვეტილების შესრულება ადასტურებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ამ საქმეში სახელმწიფო იყო მართალი, უბრალოდ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით გამოიყენეს ეს საქმეები. როდესაც სახელმწიფოს ედავები შეენ 4 მილიარდზე მეტი ზიანის ანაზღაურება, სახელმწიფო ვალდებულია თავი დაიცვას და ამისთვის შესაბამის ხარჯები გაწიოს. მთლიანად ხარჯები იყო 63 მილიონი ლარის ოდენობით და ეს ხარჯები, რა თქმა უნდა, მათ მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს ეს ზარალით. გარდა იმისა, რომ პორტი ვერ ააშენეს, წლები დააკარგინეს, ამდენი წელი ცდილობდნენ რაღაც ციცრუე შემოეტანათ. მართალი პოლიტიკური ძალის წევრებისთვის ერთხელ თაღლითი, ყოველთვის თაღლითია, შესაბამისად არავის არ გაუკვირდა ის, რომ მორიგი ფიასკო განიცადა ხაზარაძე ჯაფარიძის საარბიტრაჟო საქმემ ამჯერად უკვე ვაშინგტონში. მოვისმინეთ ის, რომ თავისთავად ცხადი იყო, რომ სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია პოლიტიკოსებისთვის საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში. პირიქით, სახელმწიფო მუდმივად იყო მზადყოფნაში, რომ ეთანამშრომლა მხარეებთან იმისთვის, რომ ანაკლის სპორტი აშენებულიყო. შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, მორიგი მარცხი ხაზარაძე ჯაფარიძის ამჯერად ვაშინგტონში უმრავლესობის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აი ამ კამათის მიღმა დევს ძალიან სერიოზული დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ერის წინაშე. რეპუტაციული ზარალის მიყენება, პოლიტიკური ზარალის მიყენება და ეკონომიკური ზარალის მიყენება, რომელიც ერთობლიობაში გაცილებით უფრო დიდია და აჭარბებს იმ თანხას, რაც ჯარიმის სახით გადაიხადა. ჯაფარიძე ხაზარაძე ემტერებოდნენ საკუთარ ქვეყანას, მათ ბევრგან წამოიწვეს დავა საქართველოს წინააღმდეგ და ყველგან, აბსოლუტურად ყველგან დამარცხდნენ. გაიმარჯვა საქართველომ, დამარცხდა თაღლითების პარტია, დამარცხდნენ თაღლითები, რომლებმაც ვითომ ანაკლის სპორტის აშენების თვალსაზრისით პირიქით აქეთ მოატყუეს ჩვენი საზოგადოება, მოატყუეს სახელმწიფო, მას დაახარჯინეს საკმაოდ სოლიდური ათეულობით მილიონი, 60 მილიონზე მეტზეა საუბარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დახარჯა ამ ყველაფერში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ჩვენი ხელისუფლება იყო მუდმივად თანამშრომლობის რეჟიმში ამ ადამიანებთან, ძალიან ბევრჯერ გადაუწიეს მათ შესრულების ვადები, ყველანაირად სასათბურე პირობებში ამყოფებდნენ და ერთადერთი რაც მათ უნდა გაეკეთებინათ საკუთარი ვალდებულებების შესრულება იყო, მათ ეს ვალდებულებები რა თქმა უნდა არ შეასრულეს, მერე თითები გამოიშვირეს ჩვენი ქვეყნისკენ, ჩვენი ხელისუფლებისკენ და დაწყებული დავა საქართველოს წინააღმდეგ, აი ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯიბიდან რომ სურდათ ამოეცალათ თანხები და მიეთვისებინათ აი ესეთი დავები, მათი სრული ფიასკოთი დასრულდა.
ვაშინგტონის არბიტრაჟმა ანაკლიის სპორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებამდე ხაზარაძე ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა პარიზშიც წააგო.